მოგესალმებით. ამჯერად უნდა ვამხილო ბოროტების ის სიღრმისეული ფესვი, რომელიც საფუძველია ყველა იმ მიზეზებისა, რომელიც იწვევენ იმ დიდ უბედურებებს, ამჟამად რაც თავს ატყდება მსოფლიო მოსახლეობას. საკითხის განხილვას დავიწყებ იმ გლობალური მიზეზის აღნიშვნით, რასაც გონების ძილი ჰქვია და გადაჭარბებულად ნათქვამი ნამდვილად არ იქნება ის შეფასება, თუ კი ვიტყვი, რომ მსოფლიო ხალხის ძალზედ უდიდესი ნაწილი ამ მხრივ უკვე საღაცის ძილის სტატუსის კატეგორიამდეა მისული. ის დასამოწმებლადაც ის ერთი მაგალითის დასახელებად საკმარისია, რასაც ეპშტეინის ფაილების სახელით ღირებული ფაქტები წარმოადგენენ და რაზედაც ხალხის რეაქცია ნულია. განაც ჯანსაღად მოაზროვნე ხალხი შეიძლება ასეთ საშინელებას ასეთი გულგრილობით შეხვდეს. ცხადია არა. და მხოლოდ მარტო ეს შემთხვევა ხო არ არის. არამედ ყოველდღიურად უკვე ბოროტებების ჩადენის სერიალები ჩვეულებრივ მდგომარეობად იქცა და ერთი მუჭა ხალხის მიერ დაგეგმილი საშინელებების მიმართ მორჩილებას ავლენს 8 მილიარდს გადაცილებული მოსახლეობა. რატო? იმიტომ რომ გაძლიერებული ძალის წრე ზემოქმედებს მათ. ხოლო როგორც გითხარით კიდეც, შემოქმედის მიერ მხოლოდ და მხოლოდ დედამიწური მიზიდულობის არეალშია დაშვებული ორი კატეგორიის ძალის არსებობა: ღვთიური სული წმიდისა და სატანური არაწმიდა სულის ძალის სახით. ორივე ძალის გამოაქტიურებელნი კი ადამიანები არიან. უკვე ყოველი დღის გათენებას ადამიანები შიშით ეგებებიან, რადგან უბედური მოვლენების გამომწვევი ფაქტები გადასულია ყოველდღურად მზარდი რეჟიმით განვითარებაზე. ხოლო ყოველივე ეს რა შედეგსაც იძლევა და საბოლოოდ რასაც მოიტანს კიდეც, მგონი ამის მიხვედრა უკვე აღარავის უნდა გამოჭირდეს. სამწუხაროდ ასეა. კაცობრიობა დიდი სისწრაფით მიექანება განადგურებისათვის გამზადებულ უფსკრულისაკენ. საშიშროება ძალიან დიდია და დღეს თუ კი სადმე პატარა ადგილია დარჩენილი, რომელსაც დიდი დარტყმა არ მიუღია, იქ მყოფები ნუ იქნებიან დაიმედებულნი იმით, რომ ხვალაც ასე იქნება. რადგან კაცობრიობა არმაგედონის ფინალში შევიდა და ეს კი შეუხებელს არავის დატოვებს. იმიტომ რომ არათუ უცოდველი, არამედ ცოდვათა ავსების ხრამდე არის მისული ყველა და თანაც ისე რომ საერთოდაც ვერ ხვდებიან ამას. ვინაიდან მათი გონება ღრმაძილსაა მიცემული და გონების კონტროლის გარეშე დარჩენილი ცნობიერების მართვის სადავეს კი, რა თქმა უნდა, სატანა ეპატრონება. დღის წესრიგში უკვე დადგა საკითხი იმაზე, რომ ეშველება თუ არა არსებულ სიტუაციას რამე და თუ ეშველება გამოსავალი რა არის. რა თქმა უნდა, ყველა მდგომარეობიდან არსებობს გამოსავალი, თუ კი სათანადო ცოდნით იქნება გადადგმული ნაბიჯები მის გამოსასწორებლად. მაგრამ რადგან საჭირო ცოდნის მიმღები ყველა კი არა, არამედ მარტო უმცირესობაა, ამიტომაც სამწუხაროდ მსოფლიოს 1/3-ს შეიძლება მხოლოდ თავის დაღწევა არსებული სიტუაციიდან და რა თქმა უნდა, აუცილებლად სათანადო ცოდნით გადადგმული ცხოვრებისეული ნაბიჯებით. მოგეხსენებათ, რომ პრობლემის აღმოფხვრა ისე ვერ მოხერხდება, თუ კი არ მოხდება მიგნება მის გამომწვევ მიზეზთა ფესვისა. რადგან მხოლოდ პრობლემის წარმოშობი მიზეზის გარკვევა და მისი ლიკვიდაცია ვერ აღმოფხვრეს მისი კვლავ განვითარების რისკს. იმიტომ რომ ერთი სახეობის პრობლემა შესაძლებელია მრავალი სახეობის მიზეზის შედეგად წარმოიშვას. მაგრამ ყველა ამ მიზეზთა წარმოშობის სათავე კი ის ერთადერთი საფუძველია, რომელიც არის ღმერთის მიერ დადგენილი შესაბამისი კანონის დარღვევა. ამიტომ თუ კი ეს კანონი არ იქნა ნაპოვნი და მისი დაცვის განხორციელება არ მოხდა, ისე პრობლემა არავითარ შემთხვევაში არ აღმოიფხვრება. ეს რომ ნამდვილად ასეა არსებული რეალობა ამას მკაფიოდ ადასტურებს კიდეც. რადგან 21 საუკუნეა და ყველას მიაჩნია ის, რომ ადამიანურმა ცნობიერებამ განვითარების მწვერვალებს მიაღწია. მაგრამ საკითხავი სწორედ ეგ არის, რას ემსახურება ეს განვითარება? იმას, რომ ადამიანებმა ერთმანეთი გაანადგურონ ომებით, ტერაქტებით, ბავშვებისა და ქალების წამებით, გარემოს დაბინძურებით გამოწვეული დაავადებებისა და კლიმატური კატასტროფის გამოწვევით. ამისათვის განავითარა ადამიანმა საკუთარი ცნობიერება, რომ შიში დაეთესა და ნერვოზისა და ფსიქიური აშლილობის ქარცეცხლში ჩავარდნილიყო. რაიმეს არასწორად ვამბობ? რა თქმა უნდა არა. ვინაიდან სწორედ რომ ასეთი არის დღევანდელი მსოფლიო ხალხის მდგომარეობა და როცა ყოველდღიურად უბედურებების წვიმა მსოფლიოს თავს, ყველაფერი კარგად იქნებაო, ვინც ამას ხადაგებს, როგორ შეიძლება ამის დაჯერება და არხეინად ყოფნა, თუ კი გონებას მართლაც საღათას ძილით არ სწინავს. ყველაფერი კარგად იქნება კი არა. თუ კი დროულად არ გადაიდგმება გამოსასწორებელი ნაბიჯები, რაც მოხდება ძალიან ახლო მომავალში,
ამას შესწრებით კი ყველა შეესწრება, მაგრამ რამდენი და ან როგორ მდგომარეობაში გადაურჩება ვინმე, ეს კიდევ საკითხავია. მოკლედ, ბევრი რომ არ გავაგრძელო, რადგანაც დრო მცირე დღე არის დარჩენილი, ამიტომ ყოველგვარი შელამაზების გარეშე პირდაპირ ვიტყვის სათქმელს. ისთვისაც ჯერ უნდა ავხსნა ის, თუ რა ფენომენია ნათლისღება, რასაც გავაკეთე ბიბლიის დახმარებით. როგორადაც იგი ამბობს, ნათლისღება ხორციელი ჭუჭყის ჩამორიცხვა კი არ არის, არამედ კეთილი სინდისის ღვთისადმი შეპირება. ხორციელი ჭუჭყი რომ ცოდვებია, ეს საყოველთაოდ ცნობილია, მაგრამ კეთილი სინდისი რა არის, ამის ცოდნა კი ბევრს არ აქვს. ამიტომ განვართ ამას და მოგახსენებთ, რომ კეთილი სინდისი არის ღმერთის მიერ მიტევებული ცოდვებისაგან განთავისუფლებული სინდისი. ხოლო ღვთისადმი შეპირება კი ასეთი სინდისის მქონე პიროვნებისაგან აღთქმის დადება იმაზე, რომ ცოდვებს აღარ ჩაიდეს. ახლა კი იმის შესახებ მოგახსენებთ, თუ როგორ ხდება ღმერთის მიერ ცოდვების მიტევება. როგორც ბიბლია ადასტურებს კიდეც, მიტევება არ ხდება სისხლის დაუყრელად, რასაც აქვს თავისი ახსნა თუ რატომ და რაც უკვე წარმოდგენილი მაქვს უფალია ჩვენი სიმართლის წიგნების მეშვეობით. ბიბლიით ასევე ცნობილია ისიც, რომ ძველი აღთქმის კანონმდებლობით ცოდვების მისატევებლად გულწრფელი აღიარება და ცხოველთა სისხლის დაღვრა იყო საჭირო. მაგრამ კაცობრიობისაგან ჩადენილი ცოდვების სიმძიმისა და სიმრავლის გამო მსოფლიო ხალხის სულის ძალის იმ დონეზე დამდაბლებას ექნა ადგილი, რომ კოსმოსთან კონტაქტის გაწყვეტის საშიშროება წარმოიშვა. ეს კი ადამიანთა მოდგმის განადგურების განაჩენია. ამიტომ აუცილებელი გახდა საკაცობრიო გენეტიკის კანონმდებლობაში მადლის გაუხვების კანონის ამოქმედება, რაც ნიშნავს ნათლისღებაში ცვლილებებს და მის განსახორციელებლად კი საჭირო იყო საკაცობრიო ცოდვების გამოსყიდვა ადამიანური კატეგორიის სულის გონების შემქმნელის სისხლით, რისის შესრულების გენეტიკური მემკვიდრეობაც იესო ნაზარეველს ერგო-წილად. ახლა კი იმას მოგახსენებთ, რა შეიცვალა ამით და რასაც სახელად ძველი აღთქმის ახალი აღთქმით შეცვლა ჰქვია. რისთვისაც მცირედი მონახაზი უნდა გავაკეთო სულის ფუნქციონირების შესახებ. მოგეხსენებათ, რომ სული ახალშობილის სხეულს კოსმოსიდან ეძრება, რადგან სული კოსმოსურ მიზიდულობას არის დაქვემდებარებული, ხოლო სხეული კი დედამიწურის. ახალშობილ სხეულს აქვს უნარი სულის კოსმოსიდან მოზიდვისა, იმიტომ, რომ უცოდველი უჯრედებით არის აშენებული, რასაც დედის ორგანიზმში ახორციელებს დედისავე სული. ხოლო რაც შეეხება სულისა და სხეულის ერთმანეთთან ურთიერთმიზიდულობის კავშირსა და მათ გამთლიანებას ადამიანურ სიცოცხლედ, ეს იმიტომ არის შესაძლებელი, რომ სხეულებრივი უჯრედები მიღებულია სულისაგან. ამიტომაც შეუძლია სხეულს გავლენის მოხდენა სულზე, რასაც აკეთებს იმ ქმედებების მეშვეობით, აზროვნებით, რომ დაგეგმავს. ახლა კი იმ ცვლილებებზე გაცნობებთ, რაც ახალი აღთქმის შედეგად განხორციელდა საკაცობრიო მასშტაბით და რისი ნაწილი ცნობილი არის ადამიანთათვის, მაგრამ მთავარი კი გასაიდუმლოებულია და სიცრუით გადაფარული ის საფუძველი, რასაც ეყრდნობა ყველა ის ცვლილება, რაც ხალხისათვის არის ცნობილი. ეს საფუძველი კი ნათლისღება, ანუ მადლის მიღება, ან იგივე განათვლა. რა შეიცვალა ამ მხრივ? მასზე ბიბლია იუწყება საკმაოდ მკაფიო ახსნას და ამბობს, რომ ძველი აღთქმის პერიოდში მღვდლები ჯერ თვითონ განიწმინდებოდნენ ცოდვებისაგან და მხოლოდ ამის შემდეგ შეეძლოთ წმიდაში შესვლა საიმისოდ, რომ სხვები გაენათლათ. რაც ხდებოდა მრავალჯერადად, იმიტომ, რომ ცოდვების ჩადენისაგან ვერ იკავებდნენ თავს. მაგრამ როგორც ასევე ესეც ცნობილია კიდეც ბიბლიით, მათ დაკარგეს ეს უნარი ცოდვების ჩადენის სიმძიმისა და სიმრავლის გამო. ამიტომაც კაცობრიობის არსებობის შესანარჩუნებლად საჭირო გახდა იესო ქრისტეს მიერ საკუთარი სისხლით ცოდვების გამოსყიდვის შედეგად წმინდაში მისი ერთჯერადად შესვლა, რათა შეეცვალა გონების ჩანაწერი, რომელიც მისივე შექმნილი იყო ედემში ყოფნის დროს. რის თანახმადაც ადამიანებს გაუქმებული ექნათ განათვლის შემძლეობის უნარი, ხოლო ყველა ახალშობილს კი კოსმოსიდან ეძლევა სულიწმიდით ნათელღებული სული. ამიტომაც ქრისტე გახდა ბავშვთა საყოველთაოდ მარადიული ნათლია. ახლა განმარტებას გავაკეთებ იმაზე, თუ რას ნიშნავს წმიდაში შესვლა. რისთვისაც გაცნობებთ იმას, რომ ქრისტეობა ნიშნავს ქრისტეს სულის მიმღეობას. დედამიწური ადამიანის სხეულში ყოფნის დროს კი წმიდაში შესვლა ნიშნავს აზროვნებით გონებაში შესვლას.
როგორც გითხარით, ახალ აღთქმამდე ამის უნარი ჰქონდათ ერთეულ პიროვნებებს და სწორედ ამის შედეგად იქნა შექმნილი წმინდა წერილები, რომლებიც არ არის ადამიანური აზროვნების ნაყოფი, არამედ მათ შექმნაში აზროვნება ასრულებდა თარჯიმნის როლს. ასევე ამ უნარის მქონედ ჰქონდათ განათვლის შემძლეობაც, ანუ დახმარების გაწევა პიროვნებებისათვის იმაში, რომ ის შემეცნებას გონებისაკენ წარმართვაში დახმარებოდნენ. თუმცა უნდა აღინიშნოს ის, რომ რაც მთავარია და რაც არის ის, რომ გონების ჩანაწერში ცვლილების შეტანის უნარი და უფლება არავის აქვს მიცემული, გარდა იმისა, ვინაც ქრისტეს სულის მფლობელია. ახლა კი გადავდივარ იმ საგანგებოდ დაფარული საიდუმლოს განხილვაზე, რასაც მთელი თავისი ძალისხმევა მოანდოვა სატანამ თავისი მრავალრიცხოვანი ძალოვანების მეშვეობით. მართალია, დიდხანს დამალე და თითქმის მთელი მსოფლიოს მოსახლეობაც გააბრიყვა, მაგრამ სიცრუე უმხილებელი ვერასოდეს დარჩება და ახლაც ასე მოხდა კიდეც. რადგან ბოროტება როცა ზღვარს გადავა, თავადვე ინადგურებს თავის თავს. რატომ? იმიტომ რომ ღმერთმა კეთილად შექმნა ყოველივე და რაც მის მიერ არ არის შექმნილი, ის აუცილებლად განადგურდება. ასეთია მატერიალური სამყაროს საარსებო პრინციპი და მისი შეცვლა არავის და არაფერს შეუძლია ამქვეყნად. ახლა კი ძალიან მოკლედ და კონკრეტულად განვაცხადებ სიმართლეს და ამასაც დავუთავ. რომ ვინც დაიჭერებს და ვინც არ დაიჭერებს, მხოლოდ თავისთვის, რადგან შედეგს უმალვე მიიღებს უკვე ახლა და არა მომავალში. ცხადია, ყველა ხედავთ, რაც ხდება მსოფლიოში და ვინც ცოტათი მაინც ჩახედულია ბიბლიაში, ისინი მიხვდებიან იმას, რომ ეს მეორედ მოსვლის ნიშნებია. თუმცა ასეთების თავგზის აბნევას ცდილობენ სატანის მოციქულები და ასე აცხადებენ, რომ ანტიქრისტე უნდა მოვიდესო. სინამდვილეში კი ანტიქრისტე მოსული იყო კიდეც პიროვნების სახით და ამჟამად უკვე მკვდარია. თუმცა ამას საგულდაგულოდ მალავენ. რატომ ვერ ამოიცნო ის ადამიანებმა? ცხადია, ამას აქვს თავისი მიზეზები. პირველ რიგში ის, რომ მას იქ არ ეძებდნენ, სადაც ნამდვილად იყო. და ეს ხდებოდა იმ პროპაგანდის ფონზე, რასაც რელიგიები ავრცელებდნენ და თანაც ამას არავინ ელოდა იმას, რომ ისეთი პატარა და მცირე ერის წარმომადგენელი იქნებოდა იგი, როგორშიაც წარმოიშვა. ამასთანავე მას ხომ ანგელოზური ნიღაბი და წმინდა სახელიც ჰქონდა მორგებული და ამიტომაც აღმერთებდნენ და თაყვანსცემდნენ კიდეც. თანაც არავინ იცოდა ნათლობის აკრძალვის შესახებ და მისი სახელიც ანტიქრისტე, ამიტომაც უწოდა ბიბლიამ, რომ მიმხვდარი იყო იმას, რომ იგი მეტოქეობას გაუწევდა ქრისტეს ბავშვთა საყოველთაო ნათლიობაში და გახდებოდა უამრავ ბავშვთა საყოველთაო ცრუმარქვიან ნათლია. ახლა იმასაც მოგახსენებთ, რა დაუშავდა მსოფლიო მოსახლეობას ამ ნათლობების შედეგად, რასაც მოკლედ და კონკრეტულად ვიტყვი. რადგან დაწვრილებით ყოველივე უკვე ახსნილი მაქვს წიგნებში და ყველასათვის ხელმისაწვდომად გამოქვეყნებული კიდეც. როგორც გითხარით, ახალი აღთქმის კანონმდებლობით ყველა ახალშობილს დავადებით ეძლევა სულიწმინდის მადლით ნათელცხებული სული და მისი ნათლიაც ქრისტეა. ისიც ცნობილია, რომ ღმერთმა ადამიანს უბოძა თავისუფალი ნება და ვინმეს მადლის მიღებას ვერავინ შეუფერხებს, თუ თავად არ იტყვის მის მიღებაზე უარს, რასაც სატანის მოციქულები ახერხებდნენ იმ გზით სიცრუეს სიმართლეთ, რომ არწმუნებიებდნენ ხალხს, ანუ აცდუნებდნენ მათ. ვინაიდან ბავშვი სანამ იმას აქს მიაღწევს, როცა დამოუკიდებლად შეძლეს გადაწყვეტილების მიღებას ცხოვრების ნაბიჯების გადასათქმელად, მანამ მის ბედს აღმზრდელი მშობლები განაგებენ. ამიტომ როცა ისინი მათ უტარებენ ნათლობებს, ეს ნიშნავს სულიწმინდის გმობასა და ქრისტეს ნათლიობაზე უარის თქმას. ანუ კიდევ უფრო სხვაგარად რომ ახსნა, მათი ამ ქმედების სანაცვლოდ ჩადენილია მიუტევებელი ცოდვა და ვინც აცდუნა ისინი, ის იღებს ამ ბავშვისათვის განკუთვნილ მადლს იმის სანაცვლოდ, რომ მათმა მშობლებმა თავიანთი ნებით ისურვეს ასე. შედეგები კი, რომელიც უკვე ძალიან შორს არის წასული, მივიდა იქამდე, რომ კაცობრიობა არსებობის შეწყვეტის ზღვარს უახლოვდება. ახლა კი იმაზეც მოგახსენებთ, გამოსავალი არის თუ არა. რა თქმა უნდა, არის. რადგან ღმერთი არასოდეს დაუშვებს თავისი ქმნილების განადგურებას. თუმცა თავის ქმნილებაში რა და როგორ იგულისხმება, ეს კიდევ ცალკე საკითხია და მასზე ახლა არ შევჩერდები. ვინაიდან სიტყვის შემსმენი მაინც მცირედი ერთეულებია მხოლოდ. ამიტომაც საქმით გამოცდიან ყოველივეს და ვინც გადაურჩება თავად დაუწყებს ცოდნას ძებნას. ბიბლია რომ აცხადებს, ანტიქრისტეები და ცრუწინასწარმეტყველები იქნებიანო, ყველანი უკვე სახეზეა და 1000 გვარი ვერსიით ავრცელებენ სიცრუეს სულიწმინდის შემოსვლასა და ქრისტეს ადამიანად მოსვლის შეუძლებლობაზე.
სიმართლე კი ერთადერთია მხოლოდ და არის ის, რომ ქრისტე მოვიდა კიდეც პიროვნული სახით და შეასრულა ის მისია, რისთვისაც იქნა მოვლენილი. ის კვლავ შევიდა წმიდაში და შეცვალა ჩანაწერი. მისი გადაწყვეტილება ღმერთმა იმიტომ მიიღო, რომ ადამიანთა გონიერების გასაცვლელად დადგენილი დრო და გენეტიკური პროცესებიც უკვე სასრულ სტადიაშია. ამიტომ ყველას, ვინც კი მოისურვებს, რომ ცოდნით იყოლიოს ღმერთი, მას შეძლებს კიდეც. რადგან სათანადო ცოდნაც აქვთ არის გაცხადებული და საამისო გენეტიკური მდგომარეობის ორგანიზმსაც ფლობს ყველა. ასე რომ, ნურავინ იფიქრებს იმას, რომ თავის გასაკეთებელს სხვა ვინმე გაუკეთებს და ანდა თუ კი არ გააკეთებს, ისე სიცოცხლეს გააგრძელებს. ვინაიდან პრაქტიკამ უკვე ცხადყო, როგორადაც დააფასებს ადამიანებმა ქრისტეს თავგანწირვა. ამჟამად კი ასე აღარ იქნება და ბიბლია კიდეც აცხადებს ამას, რომ იგი აღარ მოკვდება და მოსულია თავის მომლოდინეთა სახსნელად. ასე რომ ნება თქვენია. ვინც ეძებთ, იცოდეთ მხოლოდ ჭეშმარიტი ცოდნით მიაგნებთ მას და თანაც ნურც ეგრეთ წოდებულ ელიტაში მოძებნით. გაიხსენეთ ის, რომ იესო დიდგვაროვანი არ ყოფილა და არც ახლა აქვს მსგავს რამეს ადგილი.